მოკავშირეები შეიძლება ბიზნეს სექტორი, რომელი სექტორი რა ტიპის ასეთი და ასე შემდეგ. აქ უკვე ვაზუსტებთ ადამიანური რესურსების ფორმატს. განსაზღვრეთ ადამიანური რესურსები და გუნდი, რომელმაც მონაწილეობა უნდა მიიღოს ამ პროცესის როგორც მართვაში, ისე შესრულებაში. ეს სხვადასხვა არ დაგავიწყოთ, იმიტომ რომ მე შეიძლება მართვის გუნდი ბუნებრივია ეგულისხმებოს თქვენ, ან თუ ჩათვლით კიდე საჭიროდ რაღაცას ადამიანური რესურსები მივმატოთ, შესრულების გუნდის უნდა სხვა არის. მუშა სიტყვაზე, რომელიც აკეთებს სცენას არის თქვენი სამუშაოს ნაწილი, მაგრამ ის არ არის მართვის გუნდი, ხო? და განაწილეთ ფუნქციები. ამ შემთხვევაში 5 აღარ არის სიმბოლური, 5 მიხართ და 5-ვე თქვენგანზე შეეცადეთ გადაინაწილოთ, ასე ვთქვათ, ფუნქცია, რომელი რას ფუნქციას ატარებს ამ სამუშაოში. და მეორე 5-2 ეს არის უკვე წარმოიდგინოთ სრული ნუსხა საერთო ადამიანური რესურსებისა, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს აღზრდილი და ურთიერთობის პროცესის შესრულება აი ეტაპების მიხედვით. ანუ საადრე ადამიანური რესურსები ხდება მთლიანობაში. მივხვდით? აი კლიპი რო გააკეთეთ. თქვენ 5 იყავით ძირითადი მარტის გუნდი, ხო? მაგრამ მე იყო ვიღაცა ამხანაგი ვისაც შეიძლება რაღაცა ვიდეოს იღებ და იყო ადამიანი რომელმაც მონტაჟი გააკეთა, იყო ადამიანი რომელმაც რაღაცა სხვა მუსიკა გააკეთა და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეგეც გავლილი გაქვთ, თქვენ სიახლე არ ვუთ, ის რაც თქვენ დაუნებურად რაღაცა სტიქურად მოხდა, ხა დააზუსტეთ, იმიტომ რომ გეგმა იმისთვის არის გეგმა, რომ წინასწარ ყველაფერი ჩამოყალიბებულია და მე იმაში დამკვეთი ის პროცესი. და მეექვსე ეს არის გააკეთეთ პირველადი წინასწარი მონიტორინგი, რამდენად შესრულებაზე და შედეგზე ორიენტირებული ხო თქვენი განსაზღვრული ამოცანები, ანუ რას თქვენ დაწერთ ხსენდეს გეგმა, ანუ როგორც ვთქვი, გეგმა არის სულ აი ეს 3 პუნქტი. PR პროცესი დანარჩენი 2 არის რესურსების ასე ვთქვათ მართვა და მეექვსე ეს არის წინასწარი მონიტორინგი. ეს ყოველთვის ხდება, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ჩემი სამუშაო წინასწარია განხილული იმ მიზნებით, რის მიუხედავად სულს, მე რასაც მიზანს ვაყალიო და მე რასაც ხერხებს პოულობ ის განსახორციელებლად, დაახლოებით უნდა ჩამოვყალიბო არავითი იმიზი და რამდენს მივაღწევ. რამდენი თან შეიძლება უფრო მეტის მიღწევის შანსი გაჩნდეს, ისეთი ღონისძიებები დავღებო, ან შეიძლება იმაზე ნაკლები შანსი გაჩნდეს, ვიდრე ღონისძიებები დაგეგმო. ამას წინ ესეთ რაღაც გადაცემას გეგმავდით. პირველად სულიად სხვა მიზნით დაიწყო და გადაცემის დაგეგმვა, მე რაღაცა გადაცემა ფორმატი შევარჩიეთ, შინაარსი წარმოების პროცესი და შემდეგ ვიხდით, რომ იმ მიზანს ვერა, მაგრამ რაღაც იმის ნაწილს ვასრულებდით და ის მიზანი ძალიან კარგი ის იყო რა, კარგი საყვარლო მიზანი იყო და ამიტომ გადაცემის გადაკეთება აღარ დავიწყეთ. იმისა რომ ვალაპარაკობდნენ ამაზე და მე როდესაც დავაკვირდით, ვიხდით, რომ ეს მიზანი რაც მიიღო საკმარისი იყო და დარჩენილი მიზნისთვის მე ვთქვით, რომ მოდი ამას ხელი არ ვაყო და რაღაცა სხვა ძალისხმევას მივმართ. ამიტომ ეს ბოლოს აცია. ერთი წუთი მეორე წუთი დავიწყეთ. როგორც ვიხდით, ასე ვთქვათ, ეს დავალება მე დეტალურად რომ ახსენე, ამით ცოტა მოსასმენად შეგვიძლია ის არის განსაკუთრებულად გრანდიოზული გონიათ. სამუშაო არ ბუნებრივია, იმიტომ რომ ერთ ეტაპზე არ ვაკეთებ და ერთეულოვან აქტზე არ ვაკეთებ ერთ რაღაცაზე, მაგრამ აქ უნდა ჩანდეს ამ საგამოსტო დავალების მიზანი არის თქვენი აზროვნება დარგობრივი, თქვენი კონცეპტუალური ხედვა დადგინდეს რამდენად ხედავთ პროცესებს. დეტალები, ფრაგმენტები, ფილმანები, პრეზენტაცია, იმიჯმენტი, სარგლამობლები, ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენ. აქამდე აი ახლა გლობალურად როგორ ხედავთ პროცესს, რამდენი შეგიძლიათ გამოვაყენოთ. და ეს პატარა ინდიკატორად გამოვიდეთ, რომ ეს დარგი პიარია, მაგრამ როგორ გლობალურადაც ხედავთ, ეს დარგში მუდმივ გლობალურია. უნარი გაგაშინათ სხვა დარგებში მართვის და აქვე გამიხსენეთ ეს დავალება, როგორც ტესტი, რა უნარი გაქვთ, რა პერსპექტივები გაქვთ მენეჯმენტის რომელ სტადიაზე შეიძლება დაცვათ ადამიანმა თქვენ. მიხვდებით, თუ დეტალებზე უფრო მეტად ვისაუბრებთ, ბუნებრივია მაღალ მენეჯმენტში თქვენი თავი არ უნდა ეძებოთ. თუ ამ ყველაფერს აი ამ კონცეპტუალურ ნაწილს კარგად უყალიბდებით და ასე შორიდან უფრო კარგად ხედავთ პროცესებს, მაშინ თქვენი ადგილი მეტია მაღალ მენეჯმენტში. და ალბათ დააგვირგვინოთ. ეთი, რამე შეკითხვები გვაქვს კიდევ? იო შეგეცდები. სემინარში. არა მკითხეს, სემინარში შეიძლება მოვიდე გაგიგო გაგიშვი. იმიტომ რომ თუ რამე რადგან იცით, ვიკითხოთ რომ ხდება მიიღო. კარგი, კიდევ ერთი თხოვნა, თუ მე არ ვიცი მეხოტექნიკაში ჩაიდარიوار და თუ ამას სპეციალური დაფორმატება არ შეიძლება და USB იქნება ან ინტერნეტით გადაგზავნოთ, რომ 4 საათიან ჯგუფს ახლა რაც ვილაპარაკებ, ვინც მოვა
დევალმა მოასპენიოს. და ამაში ერთად მოიწევს, რომელიც შეგიძლიათ